გამარჯობა. მე ვარ ჟურნალისტი გოგა აფციაური. დღევანდელ ფილმში თქვენ გაიცნობთ ადამიანს, რომელმაც ყველაზე სახიფათო პროფესია აირჩია. მე ინათოს ლადიშვილი დავიბადე ქალაქ გორში 1993 წლის 14 იანვარს. 2000 წელს დავამთავრე 13 საშუალო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და საფაბკო საქმის სპეციალობით. ამჟამად უმუშევარი, სამწუხაროდ დამთავრდა ჩვენი პროექტი. ჩემი მეგობრისგან გავიგე ეს ყველაფერი და სიუში მითითებული ჰქონდათ პატივსცემდნენ გენდერულ თანასწორობას და ამის წყალობით მოვხდი. გასაუბრების შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ აყვანილი ვიყავი ტრენინგებზე. ტრენინგების მერე აღმოჩნდა, რომ აყვანილი ვიყავი. საკმაოდ მაღალი ანაზღაურება იყო და ინტერესი მაგიტომაც ქონდა, მაგრამ იყო ის მხარეც იყო, რომ საინტერესო იყო უკვე გამნაღმელი პროფესია, საინტერესო იყო და რაღაცა თავიდან საწყის ეტაპზე თუ იმას ვფიქრობდი, რომ საკმაო ანაზღაურება იმისთვის, რომ თუნდაც მძიმე სამსახური იყოს, განა რა უნდა იყოს, ვერ გააკეთო და ვერ შეძლო. შემდეგ უკვე მეორე მხარე გაჩნდა, რომ ინტერესი ნეტა რა არის, როგორ შეიძლება ამ სამსახურში იმუშაო, თუმეტეს მაგილებს ანვა და მე ფინანსურზე მეტად უკვე ის ინტერესი იყო, რასაც თვითონ ეს პროფესია მოიცავს. ჩემ ჯგუფთან ყოველდილას ასე ვიწყებდი, რომ თქვენ ტერიტორიას წმინდავთ, თქვენ მიწას წმინდავთ და აქ რო რაღაც მოხდეს, თქვენ მთელი ცხოვრება ვერ მოისვენებთ, არა აქვს მნიშვნელობა, რომელმა ჯგუფმა იმუშავა, ეს იყო საერთო საქმე და ალბათ ჩემი ყოველი დილა ბიჭებთან მაგითი იწყებოდა. ჩემო უფროსმა ესე დაიწყო საუბარი მის პირველი სიტყვები ყოველთვის მახსოვდა, რომ არ აგირჩიეთ, იმიტომ რომ შენ ხარ ქალი და ერთი ქალი ამდენ ბიჭებში. არა, ეს მაგიტო არ გაგვიკეთებია. უბრალოდ ჩვენ გაქვს ის თვისებები, რაც სჭირდება ლიდერს. ყველაფერი ახალი საინტერესოა და საკმაოდ საინტერესოა თვითონ ეს სამსახური. ერთი შეხედვით ხო, ცოტა რთულია, მაგრამ თუ არის სიფრთხილე და თუ საკუთარი თავი გიყვარს, ანუ წესების და თუ იმუშავებ, არაფერი არ არის იმდენად საშიში, როგორც უცხო თვალისთვის ჩანს ჩემთვის. ნაღმის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი ერთ-ერთი მაძიებელი თუ წააწდება ნაღმს და არ იცის რა არის და ხედავს, რომ საშიში მასალა, აჩერებს მუშაობას და მატყობინებს მე ან ჯგუფის ნებისმიერ ლიდერს, რომელიც მის ახლოს იმყოფება. შემდეგ მე ვამოწმებ ნამდვილად საშიშია თუ არა ეს ნივთი და ვუკავშირდები ჩემი პროექტის შემთხვევას. და შემდეგ ხდება მის მიერ ამ ნივთიერების გაუვნებელობა. პირველ რიგში, როგორც ვთქვით, ძალიან გამოცდილი ადამიანია. საქმე სჭირდება ისე აკეთებს. აქ არ აქვს მნიშვნელობა, ქალბატონი იქნება. მასაც რასაც თხოვენ, იმას აკეთებს. თავისთავად მომთხოვნია თავის საქმეში და ყველანაირად კარგად უძღვება. მარტო მეგობრული ადამიანია, როგორც ჯგუფის უფროსი, კარგი ადამიანი, მიმდგომიანი. თუ რაღაცა მაგის იმით მოქმედებს რა. ვიმუშავეთ ზემონიქოზიდან მოყოლებული მოხდი. მე ვარიანტში ჩამოვედით. ამოვიღეთ რა საკმაოდ ნაღმები ამოვიღეთ. დარჩენილებიც კი არის ახლა გასანაღმი ტერიტორიები. ზემოხვითი, ქვემონიქოზი, აგერ მოგრეკისი ბროწლეთ ეგეთ ტერიტორიები. რა ვიცი, დაფინანსებაზე არის ლაპარაკი რა. თუ დაფინანსება წამოვა, თავისთავად ვიმუშავეთ, გავაგრძელებთ სამსახურს, თუ არა და $500 და ლარების იმაში გვერიცხება. Სადღაც 870. Наша организация – это гуманитарная норвежская народная помощь. Мы приехали здесь, в Грузию, чтобы очистили вашу территорию от кассеторы, бомбы. Мы очистили 3 села здесь. Это село очистили и грузинские, и Хелотраст работали тоже.
но мы сейчас работаем по определенному смотрим. Они все смотрели так визуально. Она женщина. Мы можем сказать, что она женщина, она очень сильная женщина, да? Когда начали эту работу, такие традиции в Грузии, что difficult, чтобы женщина была лидером и давала такие команды на бюджет. Это было трудно, когда начали, но хорошо. Было трудно за ребят. Когда женщина давает команды, сделай это, проблем не было. იმდენად საინტერესოა, იმდენად მომწონს და იმდენად შევიყვარე ეს საქმე, რომ არ მიფიქრია, რომ ეს ხო შეცდომა, მე რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და ამ ორგანიზაციაში დამუშავოთ მოვა. თავისუფალ დროს მეცადინეობაში ვატარებ. მეცადინეობ ინგლისურში და კიდევ პრავის აღებამი და მართვის მოწმობა საჭიროა. ჩემი აზრით, თანდაყოლილი უფრო ბედი ღბალია და ხასიათი ადამიანს შემდეგ უყალიბდება დროთა განმავლობაში. ანუ ასაკის მატებასთან ერთად ხასიათიც ყალიბდება. იცვლება. აუცილებლად. საერთოდ მithton ძალიან დამოუკიდებელი ვარ და აბსოლუტურად ჩემ აზრს ვექვემდებარები და ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ჩემი იყო. ან როცა სახლში ვთქვი ეს უკვე აზრი არ ქონდა, ანუ ჩემებმაც საკმაოდ კარგად იციან ჩემი ხასიათი. სკოლაში ძალიან ნიჭიერი გოგონა იყო და წარმატებები ბევრი ქონდა. ძალიან პრინციპული გოგოა და თვითონ თავისი არჩევნით გააკეთა ეგ საქმე. ძალიან უხაროდა, რომ ესეთი სამსახური ქონდა. ძალიან უყვარდა იქ წასვლა. მაყოფილი იყო. თვითონ მოსწონდა და თქვენ არ გეშინოდათ? როგორ არ მეშინოდა, რომ თუ დაიგვიანებ და იმჩინათო სადახარ ურეკავდე როგორ ახარ. ну გეშინია და კარგად ახალ და ეს სხვის რჩევებს ну უფრო ვფიქრობ, რომ არ ვიზიარებ, მაგრამ ვუსმენ. მაგრამ მაინც ჩემი შეხედულების სამებრუწყვეტ ყოველთვის. შეიძლება ძალიან ცუდია ეს და ხანდახან მიფიქრე, რომ ცუდია, მაგრამ ერთი ისა აქვს კარგი, რომ არასდროს არავის ვაფრალებ ჩემ არც წარმატებას და არც წარუმატებლობას. ყოველთვის საკუთარი თავი დგას მათ დროს წინა პლანზე. კიდე მთელი ცხოვრება რომ ანუ ამ პროფესიით ვიმუშაო, არასდროს არ ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ თუ დაიცავ ყველაფერს, ანუ ინსტრუქციას თუ დაიცავ, არაფერი არ მოგივი.